როგორ აფასებენ გირჩში მიმდინარე პროცესებს, რას გეგმავენ თავად და ითანამშრომლებენ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობებში ხელისუფლებასა და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. იაგო ხვიჩია, ჩვენი სტუმარი. იაგო, საღამომშვიდობისა, მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და მოხვედით სტუდიაში. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის. იაგო, ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვა და აი ამ საკითხით უნდა დავიწყოთ. ცხადია, თქვენთან საუბარი და სულში მიმდინარე გამოძიება არის ბოლო ერთი კვირის მთავარი თემა. გულისხმობ ყოფილი პრემიერის, უსის ყოფილი უფროსის და მთავარი პროკურორის, ყოფილი მთავარი პროკურორის პროკურორთან დაკავშირებულ პროცესს. პირველ რიგში მაინტერესებს, როგორ შეაფასებთ მთელ აი ამ პროცესს და როგორ ფიქრობთ, ეს პროცესი რას შეცვლის მათ შორის ოპოზიციურ ველზეც? ჩემი აზრით აბსურდის თეატრს უყურებთ. რატომ? რომლის რას ნიშნავს აბსურდის თეატრს უყურებთ? აბსურდის თეატრს უყურებთ, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ დღეს გავიგეთ რომ ბატონი ღარიბაშვილი უდანაშაულოა. უბრალოდ 1 მილიონი ლარი გადაახტევინეს, მაგრამ უდანაშაულოა, იმიტომ რომ გირაოს სახით, მაგრამ უკვე გავიგეთ რომ ფორმალურადაც კი მის მიმართ პრეტენზიები არ შეიძლება არსებობდეს, იმიტომ რომ თუ მას ედავები იმას რომ თან ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, მაშინ როცა მინისტრი იყო და არ ედავები რომ არამე მოიპარა, არ ედავები რომ კორუფციისგან ფული იშოვა, არ ედავები რომ ბიზნეს უღალატა, რამე ესეთ იქნა. და ამბობ რომ იცი რა, როცა თან თავრობაზე იყო, თან ისა მამის ხელფა იმაზე კი არ იყო თუნ პენსიაზე, არამედ ბიზნესში იყო და ფულს აკეთებდაო. Ну, რა ვიცი, მიზანი რა შეიძლება იყოს მაშინ? რამდენიერი აბსურდია ეს თავად. პარლამენტში ძალიან ცოტა ადამიანი იქნება, ისეთ ცოტანი ვიყავით, ისეთი ადამიანები, რომლებიც საპარლამენტში საქმიანობასთან ერთად ბიზნესს არ ვაკეთებდით. დანარჩენი მთელმა პარლამენტმა, მთელმა ჩვენმა კოლეგებმა, ქოცებმა, ნაცებმა, ყველამ იცის, რომ უამრავი პარლამენტის წევრი იყო, რომელიც თან ბიზნესი ჰქონდა. უამრავი მინისტრი იყო, ვისაც ბიზნესი ჰქონდა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პარლამენტის წევრიც, იყო ისიც რა ქვია პრემიერ-მინისტრიც და პოლიტიკოსიც და ახლაც პოლიტიკაშია, მაგრამ მე მგონი არავის არ გვეპარება ეჭვი რომ თან ბიზნესშიც არის ბიძინა ივანიშვილი. და ბოლოს და ბოლოს ღარიბაშვილი წავიდა პრემიერ-მინისტრობიდან ერთხელ. დაიწყო თქვათ რაღაც ბიზნესები. დააბრუნეს უკან. ეს ბიზნესები რომ მამამის გადააბარა პირობითად და იქიდან ფულს შოულობდა. ამის გარდა დასაჭერი შეიძლება ღარიბაშვილს არ ქონდეს არაფერი? ანუ მე უბრალოდ ნაცვლად იმისა რომ ოპოზიციური არხები ამას არ ყვევდნენ. აი რატო ხდება ეს აბსურდი? რისთვის დაჭირდა ბიძინა ივანიშვილს ღარიბაშვილის თავზე წამორტყმა ასე? მაშინ როდესაც თურმე არაფერი განსაკუთრებული. თქვენ რას ფიქრობთ? რისთვის დაჭირდა? არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს ამისთვის. საკმარის ინფორმაცია არ მაქვს, არაფერს არ გამორიცხავ. შეიძლება იყოს ეს სხვა რაღაცა კონკრეტული ამბის გადაფარვის მცდელობა, შეიძლება იყოს რაღაცა სხვა საკითხი, რომელიც იმდენად გაბლარულია დღეს პოლიტიკური ველი, რომ ამის ამოცნობა ასე ერთი შეხედვით რთული იყოს, მაგრამ ხო ამაზე უნდა მე უბრალოდ გამოვიდე და დიაგნოზი გამოვიტანო ამასთან დაკავშირებით. ეს არ იქნება სწორი. შეიძლება ოპოზიციაში უპირებს გადაგდებას და მომავალში ის მადრა ქვია გახარიასავით ოპოზიციონერად მოგვევლინოს ბატონი ღარიბაშვილი. მილიონი ვერსია შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ნაცვლად იმისა რომ დღეს აი მთავარი ამბავი მე გეთანხმებით რომ ამ კვირის მთავარი ამბავი ესენი იყო. ამ ყველაფრის ამ ნაცვლად დღეს მთელი ოპოზიციური მედია დაკავებული აქვს იმას რომ 5 დღით როგორ დაიჭირეს ვიღაცა გზის გადაკეტვაზე. ანუ ნაცვლად იმისა რომ ამ საქმეს საერთოდ რა ხდება ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ ჩვენ თუ მოგება გვინდა ქართულ ოცნებაზე. ხმას ქართულ ოცნებას რომელი უფრო დააკარგვინებს ღარიბაშვილთან დაკავშირებული სკანდალი, სადაც აი ადამიანს რომელიც უყვართ ხორცების გარკვეულ გულშემატკივრებს ასე ჩაგრავენ პირობითად თუ რაღაცა 5 დღით რომ ვიღაც დაიჭირეს რუსთაველზე. აი რომელი უფრო დააკარგვინებს ბიძინას ხმას და როგორ შეიძლება ოპოზიციური მედია ტოვებდეს ყურადღების მიღმა პროცესს, რომელიც შეიძლება მთელი დღე გაგრძელებულიყო, მაგრამ 20 წუთში მორჩა. მთელი პროპაგანდისტული საშუალებები სახელმწიფო შეიძლება ამაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ რო ნახოთ პროპაგანდისტული საშუალებები ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობენ ამაზე. და მილიონი სხვა თემები აქვს გაშლილი და გამოშლილი. და ამ თემების მივიწყება, ამ თემაზე არ ჩაღრმავება, ამ თემაზე არ დისკუსიის გამართვა, რა ხდება ქართული ოცნების შიგნით? ხო, მაგრამ რა უნდა ისაუბრონ განცხადებების მიღმა, იაგო, როდესაც თქვა კონკრეტულ განცხადებებს საგამოძიებო უწყებები აკეთებენ ამ შემთხვევაში და ფაქტობრივად ჩვენ თვალს ვადევნებთ, ხომ ცხადია, ბუნებრივია პროცესი. აი მაგის დაჯერება არ შეიძლება, ყველაფერი შეიძლება დაიჯერო გარდა სუსის განცხადებებისა ამ თემასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეს ხო ზუსტად ის მასალაა, რასაც საზოგადოებას, მათ შორის ოპოზიციურ მედიას აძლევენ იმისთვის, რომ ეს ღეჭოს და აჭამოს თავის მაყურებელს. ამ შემთხვევაში მე სუსის განცხადებებზე არ ვსაუბრობ, არსებობენ მაგალითად ადვოკატები და ადვოკატებმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს დღეს. ამ ეტაპზე მოცემულობა ეს არის. ნუ ბევრი რამ თქვეს ადვოკატებმა დღის განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა. არა, ეს ხო ჩვეულებრივად ადვოკატების ბალამუტია თავისი კლიენტების დასაცავად, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ღირებულება არ გააჩნია. მას არ შეიძლება ადვოკატს ევალება ტყუილი თქვას კლიენტის
ინტერესების დასაცავად. ვალდებული დაიჭერენ ტყუილი ვარდხვას. ასეთი ხალხის ნათქვამს როგორ განვითარდება პროცესები ამ მიმართულებით ოპოზიციურ სპექტრს რაც შეეხება საინტერესო არის აი ჩავარდნილი ასე ვთქვათ 4 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის შემდეგ. დღეს რა მოცემულობა არის ოპოზიციურ სპექტრში? რას ხედავთ? რა პროცესებს ვადევნებთ თვალს? რა ხდება ოპოზიციაში? არ ვიცი ეს მიხაროდეს თუ უნდა მწყინდეს, მაგრამ ადრე ხო იყო ქოცები, ნაცები და გირჩები. ახლა ვართ ქოცები და გირჩები მარტო. ნაცების ხო აღარ არიან თავისთავად თვითონ გააქრეს. ლელო მე მგონი თვითონ მიდის პოლიტიკიდან ალბათ რამდენიმე ხანში გააკეთებს განცხადებას ხაზარაძე წავით კარგად იყავითო ამ ყველაფერთან. სულ ცოტა არც ისე ცოტა ხნის წინ ერთი თვის წინ დაახლოებით თქვენ ერთგვარი პროგნოზი გააკეთეთ რომ იმედი მაქვს რომ ხაზარაძე წავა პოლიტიკიდან. არა გიჟი უნდა იყოს რომ არ წავიდეს. გიჟი უნდა იყოს რომ არ წავიდეს, ამიტომ ესეთი გიჟიც არ მგონია, ამიტომ ველოდები რომ ხაზარაძე წავა. შესაბამისად ლელოსგან არაფერი არ დარჩება, ნაცებისგან ისედაც არაფერი არ დარჩენილი საბოლოო ჯამში და დავრჩით ჩვენ. ისე ასე არ ფიქრობენ. ეს უბრალოდ ეს კარგი მე კი არ მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ იმისთვის რომ ოპონირება გავწიოთ ყველაფერზე და გავუწიოთ თან ახლა რესურსების მქონე ხელისუფლებას, მაგრამ სად არიან პოლიტიკოსები? მართლა სად არიან პოლიტიკოსები? თქვენი კოლეგები ნახეთ ოპოზიციურ არხებზე პოლიტიკოსების მაგივრად ყავთ ვიღაცა ახალგაზრდა აქტივისტები, ვიღაცა დაკავებული ოჯახის წევრები, ვიღაცა ახალ გამოჩეკილი პოლიტიკოსები თუ მოპოლიტიკოსო ელემენტები. სად არიან? თქვენ როგორ ფიქრობთ სად არიან ოპოზიციის? წავიდნენ, ზოგი ციხეში ზის, რო გამოვა მე რა კონფიგურაციით დაალაგდებიან, ვერ გეტყვით ამ წუთას და მაგაზე მე ვილაპარაკოთ. NGO სექტორის დიდი ნაწილი მე მგონი წავიდა, ანუ რა ვიცი სამსახური დაკარგეს და შესაბამისად ეძებენ ახალ სამსახურებს და ძალიან ცოტა ნაწილი ჩანს მათი ფრონტზე. ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი უბრალოდ ვინაიდან დაიმალა და ციხეში არზიან მას შემდეგ რაც 4 ოქტომბერი თვითონ დაანონსეს, ხალხი თვითონ დააჭერინეს, თვითონ წააქეზეს და მე ვერ გაბედეს რომ წინ დამდგარიყვნენ, ავტომატურად მათ მოუწევს გასვლა პოლიტიკიდან. ეს არის მათი თქვა როგორც თქვენ ამბობთ პოლიტიკიდან გასვლის მიზეზი, იმიტომ რომ მე მახსოვს მაგალითად 4 ოქტომბერი და მე მახსოვს ყველას გვახსოვს ცხადია. გაექცნენ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს იგივე ღობესთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ხო რომ აი ფაქტობრივად ისე გამოვიდა იმ პერიოდში რომ თითქოს ღობე იყო მხოლოდ დამნაშავე, ხელისუფლება და ღობე იყო დამნაშავე. ორბელიანების ალაყაფს უგულისხმობ ამ შემთხვევაში და სხვა დანარჩენ მანამდე გაკეთებული განცხადებები რაც გვესმოდა თუნდაც იგივე ბურჭულაძის მხრიდან და თუნდაც ზოდელავას მხრიდან რომელსაც პირდაპირ მოუწოდა ხო იქ შეკრებილებს რომ წამოდით ახლა კი უკვე პრეზიდენტის სასახლის რეზიდენციის გასაღები გადმოვიბაროთ ეს განცხადებები თითქოს მიიჩქმალა ერთგვარად ყოველ შემთხვევაში ასე ჩანდა ოპოზიციური მედვიდან და მთელი პასუხისმგებლობა გადავიდა იმაზე რომ აი ხელისუფლებამ თითქოს რაღაცა მოცემულობა ისე შექმნა რომ გადახერხა თუ მოარყია ღობე და ფაქტობრივად ძალით შეაგდო ის ადამიანები. მე მაინტერესებს ასეთი რამ პასუხისმგებლობის ნაწილი ოპოზიციას მოუწევს თუ არა პასუხისმგებლობის აღება თუნდაც იმ ადამიანებზე რომლებიც დააკავეს მათი განცხადებების შემდეგ და ასევე გვახსოვს ის განცხადებებიც 4-ში დავიწყებთ 4-ში დავამთავრებთ და ასე შემდეგ რაც კეთდებოდა პრეპერიოდში 4 ოქტომბრამდე. მე სიმართლე გითხრათ და ეს ბევრჯერ მithქვამს 4 ოქტომბერი მგონია ქართული ოცნების შემოქმედება. ძალიან ნიჭიერად შესრულებული სხვათა შორის. რომლითაც მათ რამდენიმე კურდღელი ერთად დაიჭირეს. მაგრამ რაც შეეხება პასუხისმგებლობის აღებას, პასუხის და რა მიმძაფრებს ამ ჩემს ეჭვს იმას გეტყვით. 4 ოქტომბრის მერე იმ ხალხს რომელიც ამზადებდა 4 ოქტომბერს, ყველაზე მეტად ევალებოდა საზოგადოებისთვის აეხსნათ რა მოხდა 4 ოქტომბერს. ანუ ის ადამიანები გარიგებულები იყვნენ მაშინ ქართულ ოცნებასთან. ეს ხალხი ხო გადამალა ხელისუფლებამ და თქვა რომ ამათო არც წერილს დავაწერინებო, არც ადვოკატს არ შევახვედრებო. მე ეგეთი სიგიჟეს არ მინახავს. და ამას აი ყველა ჩვეულებრივად იტანს, ეს ვითომ არაფერია. რომ ეს ხალხი დაიმალა, მათ შორის დაიმალა ისე რომ წიგ წერილს ვერ წერს, ადვოკატს ვერ უკავშირდება, გარესამყაროსთან კავშირი არ აქვს, გვარამე ეძახის დაივიწყეთო საერთოდ 4 ოქტომბერიო. ანუ ნაცვლად იმისა რომ ხალხს რამე აუხსნან. ხელისუფლებას მიეცა საშუალება რომ აეხსნევინებინა საზოგადოებისთვის. რას აპირებდნენ? ხო, მაგრამ 4 ოქტომბრის დავიწყება შესაძლებელია სურთ იმის გამო რომ ერთგვარად შეცდომად თვლიან 4 ოქტომბერს. ხო და ნახეთ, კი ბატონო, შეცდომა თulis ვიღაცა რომ ცუდი გარიგება დადო ხოცებთან და გადააგდეს ხოცებთან. იმიტომ რომ არ გამოვიდეთ დამხობა მაგალითად. მე ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ 4 ოქტომბერი ხოცების გარეშე მოხდა და ყველაფერი რაც იმ დღეს გაკეთდა სინამდვილეში იყო როგორ გითხრათ, აი წაქეზება დანაშაულის, პროვოცირება თავისი შინაარსით, სადაც მათი დაქირავებული პოლიტიკოსები, მათი დაქირავებული მედია საშუალებები, მათი დაქირავებული ექსპერტები, რომლებიც ვითომ ოპოზიციონერები არიან, მაგრამ სინამდვილეში ქართული ოცნების თამაშს თამაშობდნენ. ხალხს წაუძღნენ სიგიჟისკენ, ხალხი შარში გახვიეს. იქ ვიღაცა ციხეში მოხვდა.
უდიდესი ნაწილი საერთოდ ციხეში არ არის მოხვედრილი და არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს, რომელიც იძახდა რომ მე ვარ რევოლუციის მონაწილე, დავამხობთ ხოცებს, ხალხო გამოდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ამ დროს ხალხი ციხეში ზის. აი ყველაზე როგორ გითხრათ, ანუ ფაქტობრივად ჩვენი უგუნური პოლიტიკოსების უგუნურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ამ ქვეყნის ყველაზე გამბედავი ნაწილი, აი ყველაზე გამბედავი ნაწილი, რომელსაც გულწრფელად უნდა დასავლეთი, გულწრფელად არ უნდა რუსეთი, შეიძლება შეცდომაშია შეყვანილი, შეიძლება ახლა საერთოდ არ მიდის ეს რაღაცა დასავლეთ რუსეთის ბრძოლას, შეიძლება სხვა დროს. ხო, მაგრამ მიაგო იქ ეს ხალხო ციხეში აღმოჩნდა, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი. ნახეთ, გაცილებით დიდი რაოდენობა აქციის მონაწილეების იქნებოდა თუ არა კარდინალურად სხვა მოცემულობა და სურათი. ვერ გავიგე შეკითხვა. ანუ ადგილზე 4 ოქტომბერს რომ ყოფილიყო უფრო მეტი აქციის მონაწილე, უფრო მეტი ადამიანი დაძრულიყო, უფრო მეტი შევარდნილიყო და შესულიყო იმ ეზოში, სასახლის ეზოში და დაეკავებინათ სასახლე. მაშინ რამდენიმე ათეული ადამიანი სადღაც შეხტომა. მაშინაც დაიმალებოდნენ ლიდერები, ოპოზიციის ლიდერები? ასე ფიქრობთ? რაღაც რომ მომხდარიყო რა მოხდებოდა, ეს არ არის მაინც მადლიანი საკითხი. ხო, მაგრამ ნახეთ, მიზანი ხომ ეს იყო, ანუ მაშინ ბუნებრივად ჩდება შეკითხვა, რომ რატომ მოუწოდა ზოდელავამ რომ წამოდით და ახლა კი ჩავიბაროთ რეზიდენციის გასახები. მიზანი რა იყო, რომ უბრალოდ შევიკრიბოთ რეზიდენციის წინ? ხო, აი ამ კითხვაზე მე რო თქვენ მისმენთ. ეს კითხვა ხო ზოდელავასთან არის? ცხადია ბუნებრივად. ასეთი კითხვა ხო ხაბეშვილთან არის? ასეთი კითხვა ხო ბურჭოსთან არის? მოვლეს სტუდიაში. ესენი ხო არა, რა მოვლეს სტუდიაში კაცო? რატომ არა აქვს ამ ხალხს უფლება? ქართული ოცნებამ რატო გააყრავა ამათი დუმილი? მათ ხო თქვენს რომ ამათ არაფერს არ საუბარი და არა, არ სულთქერად ქართული ოცნებამ გააყრავა. თორე მე ვერ წარმომიდგენია რა პატიმრობა, რა ქვია ამ პატიმრობას, როცა ადამიანი ადვოკატს ვერ ხვდება და ამბავს ვერ გამოატანს. ვერ ხვდება თუ არ ხვდება? არა, არ ვიცი, მაგრამ ქართული ოცნებამ ხო თქვა, რომ ჩვენო 6 დეკემბრამდეო თუ რაღაცამდეო რაღაცა განსაკუთრებულ ზონაში გადავიყვანეთ ეს და ყველაფერი შეუზღუდეთო. რატომ? მაშინ, როდესაც არსებობს ყველაზე მეტი კითხვები, ყველაზე მეტად უნდა საზოგადოებას მოთხოვოს პასუხი ამ ხალხს. და შენ მალავ თუ ეს ხალხი შენიანი არ არის, შენ არ აფარებ ხელს. რატომ მალავ? მაშინ, როდესაც პირიქით ცოტახანი არც უნდა დაეჭირათ. ესენი გარეთ უნდა დადიოდნენ და გარეთ უნდა ცემდნენ პასუხს ასაპირებდნენ ამასთან დაკავშირებით. და კიდევ ერთხელ აპირებს ქართული ოცნებას და ოპოზიციაც იმას, რომ 4 ოქტომბერი ისე გადააგორონ, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ იმსჯელოს, რა მოხდა ამ დღეს, ვისი ბრალია ეს დღე, ვინ არის დამნაშავე ამაში და წარმოიდგინეთ ციხეში ზის ხალხი. ამაზე ვისაუბრებთ, თიაგო, აუცილებლად მოვისმენთ პასუხებს ადრე თუ გვიან ცხადია. თქვენ არ გეკუთვნით ამ შემთხვევაში საკუთრებული მოგონი, იმიტომ რომ დაჭერილია ეს ხალხი და ვერ მოიწევდით, მაგრამ გასაგებია, თუმცა შეკითხვები არსებობს და ეს შეკითხვები დაისმება. ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოს არჩევლით უახლოეს დღეებში მიმართავს და ამასთან დაკავშირებით მინდა ასევე რომ მოვისმინოთ თქვენი პოზიცია. მართლ გუნდში ისევ განმარტავენ, რომ ეს არჩევანი შეეხება არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, არამედ მასთან ასოცირებულ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მათი თქმით ხალხის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თქვენ ასეთი რამ თქვით, რომ არანაირი რვა პარტია არ არსებობს და არც არსებობდა ესენი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის განაყოფები. ვინ რჩება დღეს აი ამ მოცემულობაში რომ გადახედოთ, რჩებით მხოლოდ თქვენ და ქართული ოცნება და ფაქტობრივად ამბობთ რომ რჩებით მხოლოდ თქვენ ოპოზიციურ სპექტრში და ფლანგზე, ამას ამბობთ? ასე გამოდის, მე კი არ ვამბობ ამას. უბრალოდ აი გავარჩიოთ, ნაცმოძრაობა ჩემი აზრით თავისთავად თვითონ გავიუყვა. მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ. მე არ მიყვარს და ვერაფერნაირ კრიტიკას ვერ უძლევს ის, ვერც საკონსტიტუციო სასამართლო ხო ისედაც ხო გასაცოდავებულ დღეში იყო. ამის ფერი საერთოდ ნუს ქვემოთ იქნება, პლინტუს ქვემოთ იქნება. მოსამართლეები რომელიც ამ გადაწყვეტილებას ხარს დაუჭერენ, უნივერსიტეტში არ უნდა შეუშვა არასდროს. ანუ აი დიდი დამცავი ჯებირი უნდა აშენოს სტუდენტებთან და მოსწავლეებთან, რომ არ მიეკარონ, რომ მომავალ თაობას ეს სისულელე არ ასწავლონ, რასაც აპირებენ პირობითად იურიდიულად, პოლიტიკურად, მორალურად თუ როგორც გინდა. მაგრამ გამყარებული თუ კი არის მტკიცებული. არა, რა მტკიცებულება ეს ყველას ეს სისულელეა. საკონსტიტუციო სასამართლო რა არის, რაც მოვისმინეთ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ეს? არა, ეს არ საგამოძიებო კომისია არ ყოფილა, თქვენ ხო გესმით. საგამოძიებო კომისიას აქვს თავისი წესები კონსტიტუციის მიხედვით. იქ უმრავლესობაში უნდა იყოს ოპოზიცია. საგამოძიებო კომისია არის ოპოზიციის ინსტრუმენტი ხელისუფლების წინააღმდეგ. ხელისუფლებამ გამოიყენა ოპოზიციის დასაჯელად, შესაძლებლად. ბატონო? არ შევიდნენ რამდენადაც. არა, შუაში რო არ შევიდა ვიღაცა იმას ხوار ნიშნავს, რომ შენ კანონი და კონსტიტუცია დაარღვიო და ისე დაიჭირო ხალხი და დაარღვა. მაშინ არსობრივ ნაწილს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ანუ არა, ის არანაირ კრიტიკას არ უძლევს. არ შეიძლება მაგ კომისიას ბევრ ადამიანს, ვინც მონაწილეობენ ადამიანურად მე პატივს ვცემ, მაგრამ ის კომისია არ არის.
ანუ არაფერ შუაში არ არის კომისიასთან. ხო, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მართლაც ძალიან მძიმე და შემზარავ ისტორიებს ყვებოდნენ და ეს არ იყო მონაგონი. ეს ისტორია მე-13 წელს რო არ მოეყოლათ, მეორე წელს არ ყვებოდნენ, თუ ხელისუფლებას გამოსწორება უნდა. კი, რა თქმა უნდა, მეორე წელს შესაბამისად, ამ ისტორიების მოსაყოლად არ შექმნა ეს კომისია. თუ იმას უნდა ამ ისტორიების მოსმენა, შეიქმნებოდა 2013 წელს ეს კომისია და არა 2025 წელს. ანუ დაგვიანებულია ამას. არა, დაგვიანებული კი არა, უბრალოდ არაფერი ის კომისია არ არის, რასაც თქვენ ასახელებთ. ანუ სიტყვა კი ქვია საგამოძიებო კომისია, მაგრამ ის არც კომისია არა და არც საგამოძიებო. არის, რა ვიცი, ქართული ოცნების დამსჯელი ბრიგადა. ეს არაფერ შუაში არ არის, უბრალოდ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ისი თქმა მინდა. კარგით, ნაციონალურმა მოძრაობამ გაინადგურა თავი. ვინ დარჩა პირველ რიგში თავი? ოპოზიციაში. ხო, ლელო თვითონ გაიუხმა თავი, იმიტომ რომ არავისთან არის თანამშრომლა, მედია სივრცე იყიდა და აი გააუპატიურა ფაქტობრივად, იმიტომ რომ ყველაზე შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება იყო ლელოს ტელევიზიებში. ამ ყველაფერებზე ხალხმა ადეკვატურად უპასუხა და ლელოს უწევს პოლიტიკიდან გასვლა, ჩემი აზრით, თუ ამას ხედავთ, ახალმა უბრალოდ იმდენი ხალხი გადააგდო გვარამიამ, რომ ჩემი აზრით პოლიტიკაში კი არა, ქვეყნიდან მოუწევს წასვლა, თორე მინიმუმ ნიკაბელიაცებს, იმიტომ რომ ხო მაგას მიხვდება, რომ საერთოდ ყვილაძის ციხეში მაშინ როდესაც, რა მარტო მან მოიტანა ხმები. ნიკამელიასთან 1000-ნაირი უთანხმოება მაქვს, თქვენც იყავით ამ ეთერში მონაწილე, მაგრამ ხო ნიკამელიამ მოიტანა ახალის ხმები. ანუ ადამიანი რომელმაც ხმები მოიტანა, მეორე ადამიანმა ვინც ფული აიღო, ჩასვა ციხეში. გამოატოვებინა არჩევნები, პოლიტიკური პერსპექტივა, ყველაფერი. გაანადგურა ფაქტობრივად ის ხალხი, ვისაც მიეკარა. ეს ხო ფაქტია ასევე. ასე რომ შევხედოთ, ვინ დარჩა? ანუ სხვა პოლიტიკური ძალები ჯერჯერობით ან არ გაძლიერებულან კიდე შეიძლება ახალი ვიღაცები იყვნენ, ან ძველები, არ ვიცი, მე არ მახსენდება, მაგრამ შინაარსობრივად მართლა პარტიული ინფრასტრუქტურასაც ქვია. გახარია საქართველოს, რომელიც არალეგიტიმურს უწოდებს მაგალითად საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ თავად შედიან პარლამენტში მანდატები. არა, გახარიას ხალხი ამ პარლამენტში არის ყველაზე არალეგიტიმური ხალხი. ხოცებზე ბევრად არალეგიტიმური. იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც პარლამენტში შევიდა, ხალხს არ აურჩევია. საკუთარ თავს. არა, ხალხს არ აურჩევია. ხალხმა ირჩია გახარიას პირველი ათეული, ან 12-ეული, არ მახსოვს რა კაც შეიყვანა. პირველი ათეული. ეს ხალხი ჩახსნეს და შეიყვანეს მეორე ათეული, რომელიც ნომინალურადაც არ აურჩევია ხალხს. და შესაბამისად, ეგ ხალხი რომ ვინმეს არალეგიტიმურობაზე საუბრობს, ზოგადად ძალიან სასაცილოა. და ასევე მგონია რომ ამ არგუმენტის გამო, აი ზუსტად თუნდაც ამ არგუმენტის გამო, ეგენიც გავლენ ქართული პოლიტიკიდან, იმიტომ რომ ჯერთი მე მასეთ მდგომარეობაში როგორც ეგენ პარლამენტში შედიან, იქ არავის არ უსურვებდი ყოფნას. ანუ აი წარმოვიდგინე რომ ნებისმიერ კოდს შეუძლია გეძახოს რომ შენ ვისეუბნები არალეგიტიმურს, თავად არალეგიტიმურო და მართალი იქნება, გესმით? ამ პირობებში ვიძახი, იმ 4-მა გამარჯვებულმა პარტიამ, ამას ვყვები ამდენი ხანი, როგორ გაინადგურა 4-მა გამარჯვებულმა პარტიამ, რომელიც ხალხს ეუბნებოდა ხმა არ დაიკარგოს, ერთ-ერთი ჩვენთაგანი შემოხაზეთო და როგორ გადარჩა ის ერთი პარტია, რომლის წინააღმდეგაც იყო ეს 4 პარტია ყველა ერთად. გესმით? და ეს მოახერხეს 1 წლის განმავლობაში. ეს დამართეს საკუთარ თავს. და ესენი ან მოქალაქეებს რას უზამენ, ვინც ქუჩაში მაგათ მიყვება, ან ზოგადად ქვეყანას რას უზამენ, ოდესმე რო ხელში ძალაუფლება ჩაუვარდეთ. საკუთარ თავს რა უკნეს. მაგრამ ჩემთვის ეს შვება არ არის. შვება არ არის, მე როცა ვხედავ, რასაკეთებს ქართული ოცნება. თქვენს პარტიაზე ხომ კარგად იმუშავა ამან. ფაქტი არის, იმიტომ რომ გაუმჯობესე შედეგები. არა, იცით როგორ არის, რომ თუ ვიღაცა 97-ით 3-ს მოგიგებენ თუ 93-ით 7-ს, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია. მე არ ვზეიმობ ჩემს მდგომარეობას. მე არ ვზეიმობ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. ერთპარტიული კომუნისტური პარტია რომ მივიღეთ ქართული ოცნების სახით. ამაში საზეიმო ხო არაფერი არ არის. მე ამას ტრაგიკულად ვყვები რა დამართეს საკუთარ თავს, თორე მე მერჩივნა რომ ესენი ერთმანეთთან შეთანხმებადი ხალხი ყოფილიყო, ამათთან დალაპარაკება შეძლებულიყო. ესენი უბრალოდ ისეთი პირწავარდელი მათყუარები არ ყოფილიყვნენ, რომ ერთის სიტყვის დაჯერება მაინც ყოფილიყო შესაძლებელი, ასაც გეუბნებოდნენ. ჩემთვის ეს იქნებოდა უკეთესი. და არა ის ქართულ ოცნებასთან მარტო დარჩენა. ამხელა რესურსებით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რა ფაქტობრივად ცარიელი ხელებით. მაგრამ სუფთა გულით. მუნიციპალიტეტებში რა გეგმები გაქვთ? გირჩევს მუნიციპალიტეტებში საკრებულო, ანუ რომ ითანამშრომლებთ, მათ შორის ოპოზიციასთან გეგმავთ თუ არა თანამშრომლობას, აი ასეთი პათეტიკის მიუხედავად, თუ მით უმეტეს ინკლუზიური მოლაპარაკება და დიალოგი იყო ერთგვარი მოთხოვნაც კი შეიძლება ითქვას, მაგალითად ჰერჩინსკისგან. გეგმავთ თუ არა თანამშრომლობას, როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციურ. ჩვენ ყოველთვის ყველასთან თანამშრომლობთ, ვისაც თანამშრომლობა უნდა. მიუხედავად წინა პარლამენტში არსებული დაძაბული სიტუაციისა, მიუხედავად ქოცნაცური დაპირისპირებისა, ჩვენ ვცდილობდით გვეთანამშრომლოთ
თანამშრომლობა ქოცებთან და ნაცებთანაც და მათთან ორივესთან თანამშრომლობის წარმატებული მაგალითებიც გვაქვს უამრავ წარუმატებელ მაგალითებთან ერთად და სადაც ჩვენ გვექნება საშუალება რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად ვითანამშრომლოთ რომელიმესთან ჩვენთვის არასდროს არ ქონდა მნიშვნელობა ვინ დააჭერდა მწვანე ღილაკს ხელს ნიკა გვარამია თუ რა ვიცი ანრი ოხანაშვილი პირობითად ჩვენთვის მთავარი იყო ის მიზანი რაც ჩვენ გვინდოდა ის ყოფილიყო აღსრულებული და ამას გავაგრძელებთ ამის რესურსსაც ხედავთ თანამშრომლობის შედეგიანი თანამშრომლობის სუსტები ვარ სამწუხაროდ ვაჩუქეთ ადგილობრივი თმართობის არჩევნები ქოცებს იმდენად რომ მათ არავისთან თანამშრომლობა რეალურად არ ჭირდებათ მაგრამ რა ვიცი ჩვენ გვინდა ვითანამშრომლოთ რომ იქნებ რამე კაი საქმე გამოგვივიდეს ან მინიმუმ ყველა საკრებულოში სადაც ვიქნებით ადამიანებს ვეტყვით იმას მოუყვებით იმას თუ რა ხდება საკრებულოში რას აფუჭებენ ქოცები ადგილობრივი თმართობის ორგანოებში და ასე შემდეგ საჯაროობას მინიმუმ უზრუნველყოფთ მაგრამ ჩვენ საქმის კეთება გვინდა მხოლოდ და არა საჯაროების უზრუნველყოფა ძალიან დიდი მადლობა იაგო. მადლობა, მოწონეს. იაგო ხვიჩია გერჩის ლიდერი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.